ბაჩო ქაჯაია ერთ-ერთია საპროტესტო დემონსტრაციების იმ მონაწილეებს შორის, ვისაც სასამართლომ გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროცესმა ჩაიარა ისე როგორც ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყანაში ჩაივლიდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მაინც მქონდა ადამიანის იმედი, რომელსაც მქონდა საშუალება რომ დარჩენილიყო ჩვენ თვალში მაინც ადამიანად გულისხმობ იმას, რომ მოსამართლეს რა ფუნქციაც აქვს სამართლიანობის დადგენის, შედგენის, აი ეს ადამიანობა ქონოდა და შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ ჩემს თვალწინ როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი რაღაცნაირად მოკვდა და ეს ძალიან რთული საყურებელია ჩემთვის. უმეტეს შემთხვევაში სასამართლო არ ღალატობს სახელმწიფოს რეპრესიულ მექანიზმს და ის ერთ-ერთი ნაწილია მექანიზმის და მექანიზმის ნაწილი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ესე ავტომატურ რეჟიმში 5,000 ლარიან ჯარიმებს აკისრებს საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, საქმეში არაფერი არ დევს, მხოლოდ რაღაც უკანონოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევით ამუშავებული კამერების ჩანაწერები, ზოგჯერ 16 და მეტი გიგაბაიტის მოცულობით. ეს ჯარიმები არაკონსტიტუციურია თავიდანვე აპრიორი, როდესაც ის გამოიწერა იმ მომენტიდან, უბრალოდ ჩვენ ვართ ახლა ამ სამართლებრივ მოცემულობაში და ჩვენი როლი ამ სამართლებრივ მოცემულობაში არის, რომ ყველა ინსტანციაში გავასაჩივროთ მაქსიმალურად გაურთულოთ სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმი ჩვენზე გამოიყენოს. სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა აქციის ასეულობით იმ მონაწილეს უკვე გაუწიეს დახმარება, ვისაც სხვადასხვა ხასიათის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, თუმცა ზარებიც ხელხაზზე არ წყდება. სიახლე ისაა, რომ შემოსული შეტყობინებების დიდი ნაწილი დღეს გზის გადაკეტვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ შეტყობინებებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ურეკავენ ინდივიდუალურად და სახლში უგზავნიან ან და ხვდებიან სახლთან და ესე აბარებენ ჯარიმებს. 6 თებერვალს შეტანილი ცვლილებების მერე ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის მუხლი გახდა ორი, ესე რომ ვთქვათ, უხეშად ორი სახის, ერთი როდესაც ჯარიმის ოქმი პირდაპირ სასამართლოში მიდის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს ჯარიმას და სასამართლოში მიდის და შესაძლო სამართალდამრღვევს იბარებენ სასამართლოში განხილვაზე და მეორე ტიპის ჯარიმა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ოქმს წერენ, ეს ოქმი უნდა ჩააბარონ მოქალაქეს და მოქალაქემ თვითონ დაიწყოს გასაჩივრების პროცედურები. თუ თქვენ ჩაგვარდათ ეს ჯარიმის ქვითარი, აუცილებლად 10 დღეში უნდა გაასაჩივროთ ზემდგომ თანამდებობის პირთან, ანუ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში და მარტივი საჩივრის ფორმაც საკმარისია. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების დასაჯარიმებლად აქამდე სასამართლოს მიმართავდა. ცვლილებების მიხედვით მას დღეს შეუძლია ჯარიმა პირდაპირ სამართალდამრღვევს ჩააბაროს. მსგავსი საქმეები სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი მოქალაქეები მათ გაასაჩივრებენ. შსს მიერ განშტეთი საქმეები არის ის საქმეები, რომლებიც მანამდე იყო სასამართლოს განშტეთი. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის გათვალისწინებული შემთხვევები და მათ შორის არის ძირითადად გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევები. ამ ნაწილში რასაკვირველია, ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე დაჯარიმებული, მათ ნაწილს უკვე მიუვიდა ჯარიმა, საჯარიმო ქვითარი და ნაწილს, ასე ვთქვათ, უკავშირდებიან იმ მიზნით, რომ ჩაიბარონ ამ ადამიანებმა საჯარიმო ქვითარი, ან შსს წარმომადგენლებმა თავად ჩააბარონ ეს საჯარიმო ქვითრები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ხელხაზზე შემოდის ფაქტობრივად ათობით ზარი დღის განმავლობაში, ნაწილს უკვე ჩაბარებული აქვს და ვეხმარებით მათ გასაჩივრებაში, ნაწილი ელოდება ამ ოქმებს და ცხადია ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება დახმარება ამ ოქმების გასაჩივრებაში, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები დაეხმარებიან. რამდენიმე დღის წინ დავთვალეთ ზარების ოდენობა და ფაქტობრივად 200 ზარამდე იყო ერთ დღის განმავლობაში შემოსული. დაახლოებით ამ მონაცემებში მერყეობს და ამ ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ხელხაზზე მიღებული ზარების ოდენობა და ფაქტი არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და გთხოვს დახმარებას, ვისაც ედავებიან სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. განსაკუთრებით ხშირი არის სწორედ ეს გზის გადაკეტვის შემთხვევები, რომლებიც ახლა უკვე შსს განსჯად საქმეებში შედის.
19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი იმ პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, ვის მიმართაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება სხვადასხვა საფუძვლით დაიწყო. თებერვლის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ასეთი შეტყობინებების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.